ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმი შვეიცარიამ შეუჩერა. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს მიიღო. შეზღუდვა ძალაში 1 წლის განმავლობაში დარჩება. შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ამ საკითხზე ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მანაც გაიზიარა. საბჭოს თანახმად, ცვლილება საქართველოს სხვა მოქალაქეებს არ შეეხებათ. ევროკავშირმა ახლახან გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი, რაც მას საშუალებას აძლევს დროებით დააწესოს სავიზო მოთხოვნები ახალი საფუძვლებით. მათ შორის არის მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესება, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევა. ევროკავშირმა გადაწყვიტა ეს ახალი დებულებები საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენოს. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მითითებით, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვის ვადით შეაჩერა. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს, რომლის მიღების ვალდებულება შვეიცარიასაც აკისრია. ეს ნაბიჯი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ განკარგულებაში. გარდა ამისა, ჩერდება შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლის მოქმედება. შვეიცარიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ ოცნებაში. კახა კალაძე ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესების დაცვაა და არა ვიზების საკითხი. საუბარი, როდესაც არის ქვეყნის ინტერესებზე და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, მე ვფიქრობ, პასპორტების თემა საერთოდ, არის რაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? აქ საუბარი არის ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, საუბარი არის იმაზე, თუ რა მუქარები იყო, გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, თქვენ არ გსიამოვნებთ ამაზე, როდესაც საუბრობთ და ამბობთ, რომ თითქოს ჩვენ რაღაცეებს ვიგონებთ, მაგრამ ამის ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს, სადაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში. ამიტომ პირველი ეს არის ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკომისიამ საბოლოოდ 2026 წლის 6 მარტს შეაჩერა. გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში მიიღეს და მისი აღსრულება ყველა წევრი ქვეყნის არა უფლება, არამედ ვალდებულებაა. შედეგად დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა მოეთხოვებათ. ევროკომისიის განცხადებით შეზღუდვების გააქტიურება საქართველოს ოფიციალური პირების ქმედებებზე პასუხია, რომლებიც განზრახ და მუდმივად არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, დემოკრატიის წესებსა და ფუნდამენტურ უფლებებს. თუ ქართული ოცნება მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხებს არ მოაგვარებს, ევროკომისია შეჩერების ვადის 24 თვემდე გახანგრძლივება. შემდგომ კი ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელება შეუძლია.